ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან და თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე დღე გავიდა. მეგატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ქუთაისში ჩატარებულ არჩევნებს, რა მოლოდინი აქვთ ახლადარჩეული მერისგან და როგორია მათი პოზიცია პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობასთან დაკავშირებით. История чего говорит? ხმა მივეცით 51-ს. ახალი მერიდან დასალოდები ქალაქში რომ გაკეთდეს. ყველაფერი კარგს, ძვირფასი კაცი, მაგარი კაცი და კაი ქუთაისელია. ერემეიშვილი ძვირფასი ბიჭი, პატიოსანი ბიჭი. იმედი გვაქვს. თქვენი რჩევა რა იქნებოდა მის დამი? ვის შეცვლას ისურვებდით თქვენ ქუთაისში მისი მერობის პერიოდში? შესაძლებელი ტრანსპორტს მიხედვენ. ტრანსპორტია ნამეტანი არეული. საკუთარ მანქანებს ამუშავებენ და სახელმწიფო მანქანები დადიან ცარიელი. ამას უნდა მიხედვა. და ასევე შემიძლია არ ვკითხოთ 4 ოქტომბერს ასე პარალელურად აქცია გაიმართა თბილისში და როგორ შეაფასებთ? აქცია არ იყო, იყო ყაჩაღების ბანდა. და მიიღენ თავის და კიდევ მრავალს მიიღებენ კიდევ. მაგენი არაა ხალხი. მაგენ გამართლება არა აქვს არსად. და არც ექნებოდა. ოქტომბრის არჩევნების შედეგებით ძალიან გამოყოფილია. გააკეთებს არის პროგრამები, დევის პროგრამები და შეძლებს რომ განახორციელოს ეს პროგრამები. ძალიან გაყოფილი რა არ მოგწონთ. ის ფაშისტები რო არიან, იქანა ქვეყნის არევა და დარევა რო უნდა. ქვეყნის არევა და ბოლშები ეიყოლიან და ღუპავენ და ახლა ქეიჭერენ და დაურიგებენ იმ ხელად ციხეებს. ეგია სწორი? რა არ მოგწონთ? რა იგი უკრაინასავე თქინათ გადაიქცეთ ეს ქვეყანა, ვის არ მოგწონთ ერთ გამაგებით, მე მომცა უფლება კაია და უკრაინასავით გინდათ გადაიქცეს ახლა ატეხენ ერთი ამბავი ყოველ თვეში თურმე ის ზელენსკი საცხა საიმიროებში იმას რამდენიმე მილიონობით დოლარს აგზავნის თავის იმაზე რა ამბავი ატეხენ ტელევიზორში უყურებ რა გინდათ ხომ დამშვიდებული დაწყნარებულია ქვეყანა ძალიან კარგად ჩატარდა არჩევნები რა იყო ცუდი იმედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სუპერი იყო ახალი მერი აირჩია ქალაქმა ძალიან კარგი ახალგაზრდა პიროვნებაა და მიხედავს ამ ქალაქს. მაგრამ ერთია, ის ჩაბუდებულები რო ყავს, იქ თუ რა ვიცი, ახლა თქვენ მიხართ ამ ის იმაჩო. ის მხარე ხარ, რა ვიცი მე. ის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები უნდა მოაცილოს, ის ჩაბუდებულები როა იგენი, ის ძველები და ახალი. რო ხალხს მიხედავ. არა თავის არა, რას უძღვნა ის ძველები უნდა წავიდნენ და ახალი თაობა უნდა წამოვიდეს. არ უნდა გაიზარდოს ახალი? მიდღემ ჩიცოცხლებს იგი იქანა? მე შვილო 87 წლის ქალი ვარ და მე მივხვდი არ წახვიდეთ აქედან უძახოდი კრესლოდან იქ რო შეიჭრენ იქ ტვინიანი და თავიანი არცეთიანი არ ვერცეთი ვერ აზროვნებდა მე ვერ გეტყვი ახლა დავკარგეთ წარმოდგენა ოპოზიციას ბევრმა დავკარგე. მე მაგალითად დავკარგე ოპოზიციაზე წარმოდგენა. იგი ცალკე შვილი. იგი ცალკე. ეს ასე გამიგონია თუ გინდა საქმის გაკეთება ერთობა უნდა იყოს. თუ არა და უნდა დაანებო თავი. ნუ შენ ზარალობ და იმ საწოდავ ხალხსაც მოაზარალე. ამდენი ხალხი ჩაყურყმალებული არიან და გაუპატიურებითო გვეჩემებიანო და ეს რა არის ახლა? ეს რა არის და კიდო რომ მოუწოდებ რომ გამოხვიდე თავი უნდა კონდეს იქ მოთავეს და უნდა განაგებდეს ნორმალურად საქმეს. ყველაფერი გაკეთებული კი რა ყველაფერი გაბუჭებული იყო. ვაფშე ერთობაში სხვა რამეში არაფერში. ერთობა თუ გვაქვს ერთობა ჩვენ შეიძლება მე არ მოგწონდე შვილოში შეიძლება მე არ მომწონდე მაგრამ ამ საქმის და ერთიანობა საჭირო იქნება ნორმალურობა თუ არა და დაანებონ ამ ხალხს თავი და 12 თავრობა მყავს შვილო გამოცვლილი და არცეთი არ უქნია მამაზეც ყველა ერთმანეთზე უარესები იყო გამსახურდია იყო და ქემოგვიკლენ იმაზე რაც ვიტირე და ვინერვიულე ნერვოზე დავემართ მე ვიმგითხარ თეთიკო შვიდობა იყო თავი ესეთ ქვეყანაზე და ნუ ცემთ ერთმანეთს ქართული როცა ძალიან განვისთი არ შეიძლება ჩვენ ქართველები ვართ უეფეროთ ერთმანეთს კბილად ვიყოს კარად რა გვაქვს საჩხური გასაყოფი ეგ ქვეყანა ყველას ეკუთვნის საქართველოს საქართველოს უპატრონოთ არ ყოფილა არასოდეს ესე რაღაც როგორ შეიძლება
დაწყონდეს ეგ ქვეყანა რა მოხდება დაწყონდეს რა მოხდება არაფერი რო ჩხუბობენ არიან ერთად ვერ გაიყოს საქართველო კარგად იყოს ყველა მე რაც მეხება ჩემს მე კმაყოფილი ვარ ჩემი ახლა ყველას დასაკმაყოფილებელი ყველაფერი არ ხდება მაგით ყველია ოჯახში არ ხდება ყველას დასაკმაყოფილებელი ყველაფერი და ივანიშვილი რას გააკეთებს იმისთანაც რომ ყველა იყოს კმაყოფილი ზოგი უკმაყოფილი იქნება ზოგი კმაყოფილი ყავ მაგრამ ბოლოს ჯამში რა იქნება ნავხოთ ყოფილი ვარ შვილო ყველაფერი ეცდება ყველაფერი გამაზდება ყველაფერი რას ელოდებით რომ შეიცვლება? რა იცი უკეთესობა თუ კი იქნება რა ჯობია მე ქალაქელი არა ვარ სოფლელი ვარ და სოფელსაც თუ მიხედავენ თლა გაიქნება რომელი სოფლიდან ხარ? რომელი მუნიციპალიტეტიდან? აჭირის წყალტუბო 4 ოქტომბერს თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 13 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 36 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც კანონს აწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197, 222, 225 და 317 მუხლებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს გამომდინარე იქიდან რომ რაც თავია ეს ადამიანი თავისი ნებით მივიდა როცა ნახა ინიციატორი როცა იცოდა რომ აქციაზე იყო მივიდა და მკითხა მე ხო არ მეძებთო ეს არის ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე ეს არ არის იმ ადამიანის აქციელი როგორცაც ახასიათებენ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ხალხს ვისაც უნდა რომ აქ რაღაცა ტერორისტული აქტები მოაწყოს პირიქით ამგვარი ადამიანების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს მადლობელი ამ ეტაპისთვის იგი იყენებს სტუმილის უფლებას, მას ბრალ ზავგანა საქართველოს სამართლის კოდექსის 225 და 222 მუხლების 19-22 მუხლებით, კერძოდ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ორივე ჯგუფურად. დღეს გადმოხსენებენ საქმის მასალებს, მე რეკვესტებონება რაზდებს საქმის მასალაში. ძარდგენილი ბრალდებას არ აღიარებს და შესაბამისად რას ბრალდებას უკავშირდება, არც ერთ ქმედებას არ აღიარებს. ზურაბ ჭავჭანიძე არ დაეთანხმა აღნიშნულ ბრალს და ამ შემთხვევაში ის იძახის რომ არანაირი ძალადობას ადგილი არ ქონია და განზრახვაც არ ქონია რომ ვინმეზე ეძალა და პირიქითაც მოუწოდებდა რომ ძალადობრივი ქმედებას თუ ვინმე ახორციელებდა შეეწყვიტათ და შესაბამისად რომ ეს არ იყო ეთიკური ფორმა თუმცა ჯერჯერობით ბრალდების ხარის მიერ გადმოცემული მტკიცებულებები არ გვაქვს. ცალკე აღებული გამოყოფილი არ არის რაში გამოიხატა ნიკა გვენცაძის ან ნებისმიერი სხვა პირის მოქმედება. საუბარია ზოგად კონტექსტზე. პრაქტიკა ჩვენებს რომ როგორც წესი აი ამ ზოგად კონტექსტს მე განმარტავს ხოლმე ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა. წარმოდგენილი ბრალის დადგენილება არის ზოგადი ტიპის და არ საუბრობს კონკრეტულად რა მოქმედებას მიიჩნევს ანაშაულებრივად ბრალდების მხარე. საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა პირებმა ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მონაწილეობის შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში. საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 13 პირს წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით
იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის ბიზნით ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცავების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი. ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი ნანა სანდერი. იგი სოციალური ქსელის გამოყენებით აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედების განხორციელების ორგანიზებასა და ძალადობისაკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად ფულადის ახსნების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისათვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებულებისა თუ მსჯავრდებულების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედების ორგანიზატორი, ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშწორება. სამართალდამცავებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს. კობა ეპიტაშვილსა და საბა კორძაიას ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილსა და გიორგი კირვალიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.222 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე 225 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნანა სანდერს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა დაკავებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილებით ძალადობის შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულნი არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. თბილისის საქალაქო სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე გამოიყენა. ასევე ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ. 13-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ქუთაისში მერაბ კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღმა მე-5-ად გადაიწია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც თავდაპირველად თებერვლის თვეში, შემდეგ ივნისში, შემდეგ სექტემბერში და ბოლოს 1 ოქტომბერს უნდა დამთავრებული იყო, ახლა 18 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელების მიზეზად აგვისტო-სექტემბერში არსებული ნალექიანი ამინდებია დასახელებული. კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. კომპანია Geo Construction and Systems Inc. საქართველოს ფილიალი სამუშაოებს 2.198.722 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. მერიას კომპანიისათვის თანხის 80% უკვე გადახდილი აქვს. მერაბ კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია 2024 წლის ივნისში დაიწყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია, ასევე გათვალისწინებულია მერაბ კოსტავას ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციას. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიულები და სანიაღვრე არხები. ავიაკომპანია ვიზიარმა ვენეცია ქუთაისი ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო. ვენეცია ქუთაისი ვენეციის საჰაერო ხაზი ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს. სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად ვიზიარი ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს. დღის მდგომარეობით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზიარი საქართველოსთან 23 მიმართულებით კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს. მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით ავიაკომპანიამ 1.075.585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. გაერთიანებული სამეფო ადასტურებს, რომ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარულ პრობლემებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გაუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია სახელწოდებით თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასაცმელია, რომ ეს რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული კონსენსუსით 2017 წლის შემდგომ, მას შემდგომ, რაც მას წარადგენს საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ეს იყო საქართველოსადმი მზარდი და უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია თანამედროვე ტურბულენტურ მსოფლიოში. აქვე ხაზი მინდა გაუსვა იმ დიდ მუშაობას, რომელიც გაწია საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მისთან შესაბამისო დეპარტამენტებმა უშუალო ჩვენმა მისიამ ჟენევაში, რომლის შედეგადაც ეს წარმატება გახდა შესაძლებელი. რეზოლუცია თანამშრომლობა საქართველოსთან პირველად გავიდა კონსენსუსით, რაც უდაოდ მეტყველებს საერთაშორისო საზოგადოების მზარდ მხარდაჭერას. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევაში საქართველოს მისიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც წვლილი შეიტანა საოცარ მიღწევაში. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლება ბრალდებული სასაზღვრო გამტარ პუნქტის ბათუმის ნავსადგური ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელით ფარულად უკანონოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდისავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებენ. ქუთაისელი მწვრთნელი და ვეტერანი მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე თავისუფალ ჭიდაობაში ვეტერანთა შორის ოქროს მედალს დაეუფლა. ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში ჩატარდა. გოჩა კირკიტაძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო. პირველ ბრძოლაში მან თურქი ფეიზულარ ზენგინის 7-0 დაამარცხა. მეორე შეხვედრა მონღოლ პურევ ოჩირდარის 10-0 მოუგო. მეოთხედ ფინალურ შეხვედრაში ასევე მონღოლი ბატნასან ტურუმბატი 11-0 დაამარცხა. ნახევარფინალში ამერიკელ მეთოკეს რობინსონ პრებიშს ზლია 11-0. ფინალში კირკიტაძემ დაძაბულ ბრძოლაში ყაზახი სამად აიტკულოვი 3-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.